ღიშო დაბრუნდა პირდაპირ ეთერში დასრულდა კონკურსი კალიგრაფიაში გამარჯვებული გამოვლინდება 20 თებერვალს მანამდე კი მე მინდა მივესალმო ჩვენს სტუმარს ქალბატონი ნესტან ბაგაური ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოგესალმებით. ასევე ჩვენ შემოგვიერთება ბატონი ბუბა ყუდავა რომელიც გახლავთ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი. მანამდე მოდი ვისაუბროთ კონკურსზე. ქართული კალიგრაფია, ასე ხია კონკურს ქალბატონი. ჩვენ მუდმივად ამას ვაშუქებ და მე ამის ძალიან მოგვიყევით რა კონკურსი იყო, როგორ შეირჩა მონაწილეები და რა დეტალებია ესეთი, რაც არ ვიცით ჯერ კიდევ საინტერესო. მოგესალმებით თქვენს ერთგულ მაყურებელს. თქვენი განაცემა ჩვენი კონკურსის ტრადიციული პარტნიორი და მხარდამჭერი მართალი ბრძანდებით წელს ჩატარდა მორიგი კონკურსი ქართული კალიგრაფიის 20-ში იქნება დაჯილდოება გამოვლინდებიან გამარჯვებულები და ნომინანტები ეს არ არის ერთი გამარჯვებული როგორც წესი დაახლოებით 30-მდე პრიზიორი და ნომინანტი ყავს ხოლმე რაც შეეხება წლევანდელ კონკურსს ის არის ერთგვარად შეჯამება 5 წლისა წელს მე-5-ით ჩატარდა ეს კონკურსი უკვე შეჯამებაში რას გულისხმობთ ამ 5 წლის განმავლობაში შეიქმნა ბირთვი გარკვეული ჯგუფი ახალგაზრდა კალიგრაფებისა რომელთათვისაც კალიგრაფია არ არის მხოლოდ ამ კონკურსის ნაწილი მათი ცხოვრების, მათი ყოველდღიურობის და ასევე შემოქმედებითი საქმიანობის ნაწილად იქცა ქართული კალიგრაფია. გულისხმობ იმას, რომ ისინი უკვე ქმნიან საკუთარი ხელით, ხელნაწერ წიგნებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა ჩვენ რამდენიმე ეგზემპლარი, რომელმაც კონკურსში მიიღო მონაწილეობა, თუ ეს ხელოვნებელია. თუ შეიძლება მე ბატონ ბუბას მოვხმობ სტუდიაში, ის მოვიდა გადაგიშმოვიდეს. ბატონი ბუბა ყუდავა. გამარჯობა დიდი ხანი არ ყოფილხართ ჩვენი სტუმარი მოგბრძანდით დიდი მადლობა დავბრძანდით როგორ ბრძანდებით მადლობა ამ კონკურსისთვის და ძალიან კარგია რომ უკვე მე-5 წელია და რაღაცა შეჯამებას აქვს ადგილი როგორც მივხვდით წელს ხომ დიახ ჩვენ როცა 5 წლის წინ დავიწყეთ ეს კონკურსი მაშინ შეიძლება ითქვას რომ ქართულ კალიგრაფიაში როგორც ცალკე აღებულ დარგში არაფერი ასეთი ორგანიზაციული სახით არ ხდებოდა. იყვნენ ცალკეული კალიგრაფები და როგორც აღმოჩნდა ქვეყანაში იყო ათასობით ადამიანი, რომლისთვისაც ეს ძალიან ძვირფასი საქმე ყოფილა. მაგრამ კომპიუტერის და ბეჭდვის საუკუნეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. დიახ, მაგრამ სამწუხაროდ თქვა არ ტარდებოდა არანაირი სახის აქტივობა. და შეიძლება ითქვას რომ იყო ასეთი შთაბეჭდილება რომ ეს არავის არ ჭირდება მორჩა უკვე მოიმატა რაოდენობა ბატონობა წინა წლებთან შედარებით რაოდენობა განსხვავებულია სხვა წლებში დიდია ზოგადად აქტივობა მოიმატა საგრძნობლად ხარისხმა მოიმატა პროფესიონალიზმა და შეიძლება რის ხარჯზე მოთხოვნების გაიზარდა ალბათ იმის ხარჯზე რომ ადამიანები დარწმუნდნენ რომ ეს ვიღაცას აინტერესებს, ვიღაცას სჭირდება და მოტივაცია მათ ემატებათ. მუშაობენ კონკურსიდან კონკურსამდე თავის თავზე. არ მუშაობენ მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალ კონკურსში გაიმარჯვონ, არამედ უკვე დიახ გადამდებია ეს. არის ალბათ გარკვეული კონკურენციის მომენტიც, რაც ძალიან კარგია, რა თქმა უნდა. უყურებენ ერთმანეთის ნამუშევრებს, იზრდებიან. ძალაუნებურად ნებსიტუნებლიეთ გამიცდიან ერთმანეთის გავლენას ამის გარეშე მე მგონი არ არსებობს ასეთი პროცესი ყალიბდება გარკვეული სკოლები მიმართულებები ჩვენ უკვე გამოვარჩევთ უკვე ნაწერს უყურებთ ჯიურის წევრები მეც მაქვს პატივი ვიყო ჯიურიში ძალიან კარგად ეთყობა შეიძლება არ წავიკითხოთ სახელი და გვარი და უკვე იცით ვისი ნამუშევარი ანუ ბევრ კარგ მიმართულებას მიეცა დასაბამი და ჩვენ ვიცით რომ ჟღერდებულები მონაწილეობდნენ ეს იყო პირველად ამ წელს ამ კონკურსში როდესაც ჟღერდებულებმა მიიღეს მონაწილეობა დიდი მადლობა მინდა უთხრა სასარჩელო აღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თქვენი იდეა იყო ჩვენი იდეა იყო და ძალიან მოეწონათ მათაც ჩაერთნენ აქტიურად მომავალ წლებში დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტი ადგილზე ხდებოდა თქვათ მათი მუშაობა თუ გამოყავდათ გარეთ არა ადგილზე ვუგზავნიდით ჩვენს მასალას თქვენაც ვთქვით მასალას ვთქვით თვითონ ვიგზავნიდნენ ნამუშევრებს დედნებს და შემდეგ ჩვენ ვიხილავდით ქალბატონების მამაკაცებით ყველა მონაწილეობდა თუ რა კატეგორია ყველას ქონა უფლება მონაწილეობა მიიღო სხვათა შორის დაჯილდოების
ცერემონიაზე ერთ-ერთი მსჯავრდებულიც იქნება ერთ-ერთი გამარჯვებული. და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრისთვის ეს იქნება დიდი სტიმული და ასაკობრივი ცენზი გაქვთ, იმიტომ რომ მე მახსოვს ჩვენ და სტუდიაში ძალიან პატარა ასაკის ადამიანები, რომლებიც უკვე ძალიან კარგად წერდნენ. წელს თუ იყო მხოლოდ ქვედაზღვარია განსაზღვრული, მე-7 კლასის მოსწავლეებიდან დაწყებული ნებისმიერ ასაკამდე შეუძლია. ქვედაზღვარი იმიტომ ავიღეთ და თავიდან არ იყო ეს ქვედაზღვარი, იმიტომ რომ დაბალი ასაკის საფეხურზე ჯერ სწავლობენ ამ ბანს და შეიძლება ითქვას ყველა ერთნაირი ხელია, შეიძლება სტანდარტული ხელია. ბათის ფეხი მე ვეძახი მაგას. და იქ სწავლის ეტაპია, ასე ვთქვა, და როდესაც უკვე გამოიყოფა ცალკე კალიგრაფია, ცალკე მისი ხელი შეიძლება გაარჩიო ადამიანმა აი იმ პერიოდიდან. კარგი, ერთი კითხვა მაქვს, აი გავიმარჯვე წელს, მე გავხდი თქვა გამარჯვებული. მე რახდება ჩემს ცხოვრებაში, როგორც ყველაზე კარგი კალიგრაფისტი. თუ არის რამე წახალისება, რამე წახალისება. არა, მე დასაქმება ვთქვა, რაღაც დავალების მოცემა. განულმა 15 წელმა აჩვენა რამდენიმე მიმართულება. ჩვენ გარდა იმისა, რომ კონკურსის მხარდამჭერი არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც ძირითად საპრიზო ადგილებზე გასულებისათვის საკმაოდ სერიოზულ პრიზებს ეწესებს, ყავს ძალიან დიდი არმია მხარდამჭერი ორგანიზაციების. ეს არის საუკეთესო ნიმუში, როგორც თანამშრომლობენ სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სტრუქტურები. ყველა შეგვიძლიათ. და ეს არის საკმაოდ კარგი სტიმული, თუმცა გამარჯვებული კონკურსანტების ნაწილი შემდეგ უკვე ავითარებს თავის კალიგრაფიას და ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ დღეისთვის, რომ მათი დიდი მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ეს პროფესია არის დაკვეთები კერძო, არის სასუვენირო წარმოებაში მათი კალიგრაფია. მოთხოვნადი პროფესიაა დღეს საქართველოში. ჯერ ვერ ვიტყვით ასე ხმამაღლა, რომ არის მოთხოვნადი, თუმცა უკვე გვაქვს ჩვენ ძალიან ხშირი შემთხვევები, როდესაც აქვს დაკვეთები, კერძო დაკვეთები, აქვს ორგანიზაციებისგან დაკვეთები. რა სახის დაკვეთებია? შეიძლება ეს იყოს ხელნაწერი წიგნის შექმნა, მცირე ზომის, მაგალითისთვის შენხარვენახის ტექსტის გადაწერა აქვს ახლა ერთ-ერთ კალიგრაფს დაკვეთა. შესაძლოა ეს იყოს, თქვენ იცით, არის ტრადიცია საქართველოში გვარების დალოცვისა პატრიარქის მიერ. იყო შემთხვევები, როდესაც გვარის წარმომადგენელი უკავშირდება კონკრეტულ კალიგრაფს, რათა სამადლობელი ეპისტოლე დაუკვეთონ პატრიარქისთვის გადასაცემად. არის სასუვენირო წარმოება, როდესაც კერამიკაზე, თექაზე, გნებავთ ქსოვილზე ცოცხლდება ქართული ალბანიან გარკვეული ტექსტი. თანათანხმებით ფინჯანზე, რომელზეც ვაჟა-ფშაველას ნებისმიერი სტრიქონია ამოკვეთილი, ეს შემდეგ ხდება გამოწვა ეკოლოგიურად თუმცა საღებავით და ამით ყავის მესმევა კაცი. ძალიან ლამაზია და ძალიან კარგია და მიხარია, რომ მართლა მოთხოვნადი გახდა შედარებით ვიდრე იყო ტენდენცია განვითარდება. ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ლამაზად წერა ჰობი ადამიანისთვის, იმიტომ რომ თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში კალიგრაფია არის არტი, ხელოვნება და თან ელიტური, ძალიან ისეთი გამორჩეული. თან ისეთი ლამაზი ღირებულია. ნამდვილად ღირებულია. ბატონო, ისევ მამუკა. ბატონო გადამედი. თქვი გადაცემის დასაწყისში რომ არ დაუძახო მამუკა ბუბა მასთან ერთად მოვადა. აუცილებლად აღარ მიყავს. ბატონო, რამდენი იყო წარმოდგენილი ნამუშევარი? ბევრი იყო? როგორც წესი არის სადღაც 1000-დან 2000-მდე ფარგლებში ყოველწლიურად. აქედან მეორე ტურში გადაყვავს კარგი მაჩვენებელია დაახლოებით 300 მონაწილე გადაყვავს და შემდეგ უკვე საფინალო ეტაპზე მესამე ტურში სადღაც 50-დან 100-მდე. და შემდეგ ამათგან რამდენიმე ათეული ხდება გამარჯვებული. ფინალისტი ერთი? არა, გამარჯვებული ერთი ფინალისტი რამდენიმე? რამდენიმე კატეგორიაშია გამარჯვებული, ვთქვათ, სტუდენტებს და მოსწავლეებს და განთავაზებებს, ასე ვთქვათ, და სტუდენტებში დაბალი ასაკის მოსწავლეებში, მაღალი ასაკის მოსწავლეებში და ყველა დანარჩენს დასრულებით საწალკე კატეგორიებია. ემიგრანტები კიდე ცალკე კატეგორიაა და ეხლა გამოვყავით ეს მსჯავრდებულები და პრობაციონერები. მაგრამ გარდა ამისა არის გარკვეული ორგანიზაციების რჩეულები, რომლებიც აწესებით თვითონ თავიანთ სურვილით გამოვლენენ, ირჩევენ მათთვის მათ ფავორიტს და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები. წელს შემოვიღეთ აი ესეთი პრიზი, ასე ვთქვათ, გრან-პრი წლის კალიგრაფი. რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა კატეგორიაში გამარჯვებულებიდან
მაინც ჩვენი აზრით რომელია ყველაზე საუკეთესო. აქ სულ ერთია სკოლის მოსწავლე იქნება თქვა, მჟავდებული იქნება თუ ემიგრანტები როგორ აგზავნიან თავის ხელნაწერს? ელექტრონულად აგზავნიან და ჩვენ ვეჭდავთ და შემდეგ ჟიური განიხილავს. აი ეს არაჩვეულებრივი ახალგაზრდა, რომელიც ახლა ჩვენთან ზის სტუდიაში, ალბათ მაყურებელი ხედავს, ასე იქმნება სწორედ ხელნაწერი, ხო? საკმაოდ შრომატევადი და რთული სამუშაოა, ბატონ ბუბა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გასათვალისწინებელია რომ ეს ხდება კალმით, მელნით და ხდება ეტრატზე, ტყავზე, შეიძლება კაღაზზე სხვადია, მაგრამ ეს მასალა ჩქარაწერას მაინც თუ გვინდა კალიგრაფიული ხელი გამოვიყვანოთ. ანუ კონკურსში მონაწილეობა აუცილებლად კალმით და ერთი კითხვა მაქვს, მე რომ მივიღო კალიგრაფიის კონკურსში მონაწილეობა, აუცილებლად უნდა კალმით და მელნით მოთხოვნები რა არის? არა, ჩვენ ვცდილობთ რომ რადგან ეს არის საყოველთაო კონკურსი, მოთხოვნები იყოს მინიმალური. ანუ ჩვენ ვხედავთ ჩვეულებრივ კალმებს რამდენიმე ფერის, აქვთ შესაბამისი ერთგვარი შემეცნებითი საუბრები, როგორ უკეთესია რომ შეასრულონ, თუმცა აქვე ვაფრთხილებთ, უკვე აღმოჩნდა რომ არიან ისეთი ახალგაზრდები, ისეთი მონაწილეები, რომელთაც აქვთ თავისი ტექნიკა, თავისი ხელსაწყოები და ჩვენ მათ უფლებას ვაძლევთ რომ მოიტანონ ეს ხელსაწყოები და ზოგჯერ მთელ სტუდიას გაშლიან ხოლმე. ანუ თავისუფალი არჩევანში კონკურსთან რითიც უნდა იმითი უნდა იყოს ნაწილი, ან ფორმატის მოცულობას რაიმე მნიშვნელობა აქვს? დავალებებს ადგენს კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფი. შესარჩევ ტურში მონაწილეობა არის აბსოლუტურად თავისუფალი, ტექსტი, მოცულობა არის მიახლოებითი მხოლოდ შესაძლებელი ამ შინაარს არ აქვს მნიშვნელობა. შინაარს არანაირი მნიშვნელობა. იქ თავისუფლები არიან. რაც შეეხება მეორე და მესამე ტურში, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით დგება დავალებები და დავალება აქვთ დაახლოებით ერთი ყველას. იქვე ასრულებენ თუ ასრულებენ არა, ჩვენს თვალწინ ზოგჯერ დილით რომ დაიწყებს კონკურსანტი წერას 11 საათამდე და 12 საათამდე ძალიან საინტერესო სანახავი იქნება. ადრე ქონდა შეზღუდული დრო, აღარ მახსოვს 2 თუ 3 საათი ქონდათ, მაგრამ ეხლა ვაძლევთ სულ თავისუფლებას, იმიტომ რომ ზოგიერთი ისეთია სრულიად საკმარისი იქნება 2 საათში რომ შეასრულოს ესეთ კარგი ნამუშევრებია ხოლმე, მაგრამ თვითონ არ არის კმაყოფილი და მთელ დღეს დილიდან შუაღამე. ნახევარ დროს უთმობენ ორნამენტის ან ეგრეთ წოდებული საზედაო ასოების დიდი გაფორმებული ასოს გაკეთებას. მთელი შრომა ამის ხშირად ოქროს იყენებენ წერის დროს და საოცრებებს აკეთებენ ჩვენთან. გარდა იმისა, საინტერესოა, გამარჯვებული ფიქრობ, ბევრად საინტერესოა. სანახაობა იქნება მზერა სწორედ კონკურსის დროს როგორ იქნება ხელნაწერი. მე სად ინახება ეს ნამუშევრები, რა ბედი ეწევა? ძალიან კარგი კითხვა. საბოლოო ჯამში გვიგროვდება დიდი ოდენობით ჩვენ ეს ნამუშევრები, ყველა შენახვა შეუძლებელია და არც არის ალბათ საჭირო, მაგრამ დრო და დრო ჩვენ გადავარჩეთ ხოლმე ამ ნამუშევრებს და საუკეთესოებს და ცოტა ნაკლებად საუკეთესოებსაც ვინახავთ ჩვენს არქივში. დღეს შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ ეს ჩვეულებრივი რამ არის, მაგრამ წარმოიდგინეთ 100 წლის მერე და 200 წლის მერე ის რომ კომპიუტერულმა ეპოქამ ასეთი ნიმუშები დაგვიტოვა, ძალიან დიდი საგანძური იქნება დარწმუნებული ვარ. თანაც მნიშვნელოვანია იმით, რომ დღევანდელი ნიმუშები ასახავს ქართული დამწერლობის განვითარების აი ამ ეტაპს. არ უნდა შეგვეშალოს, რომ ქართული დამწერლობა ეს არ არის სტატიკა, ეს არის დინამიკა, ეს არის განვითარება. დიახ, აი ამ განვითარებამ მოხდა სწორედ ის, რომ ასამთავრულიდან მივიღეთ ნუსხურიდან მივიღეთ მხედრულიდან აღარაფერს არ მივიღებთ ალბათ დასტაბილურდა ეს პროცესი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომ შეადაროთ აი თქვენი პირადი ხელი, რომ შეადაროთ თქვენი წინაპრების ახლო წინაპრების ბებია ბაბუის მაგალითად ხელს აღმოჩნდება რომ ნახევარ საუკუნეში უკვე ძალიან დიდია განსხვავება. ძალიან დიდი ისინი ბევრად უფრო ლამაზად წერდნენ ვიდრე ჩემი თაობა. მე მინდა ვთქვა ჩვენ თითქმის აღარ წერს ეს თაობა ბეჭდავს ყველა. ამდენად უფრო მნიშვნელოვანია ეს მე ნაკლებად მიწევდა და ძალიან პრაქტიკულთან უკაცრავად პრაქტიკულთან დაკავშირებით პრაქტიკულობასთან დაკავშირებით უნდა ვთქვა რომ ამ კალიგრაფიის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე შრიფტების, ფონტების შესაქმნელად. შრიფტის შექმნა. ცალკე პროფესიაა, მაგრამ ხშირად არსებობს ხატრული შრიფტები, კალიგრაფიული შრიფტები, რომლებიც ემყარება რომელიმე ძველ ნიმუშს ხელნაწერებს. ეს რთულია მე ვისწავლე 6 წელი და ერთ-ერთი მაგალითად
ჩვენმა ერთ-ერთმა მონაწილემ და გამარჯვებულმა აც უკვე შეიძლება ითქვას ჩამოყალიბებულმა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ შექმნა რამდენიმე არაჩვეულებრივი შრიფტი ძველი კალიგრაფიული ხელის მიხედვით და ასევე შექმნა ასომთავრული და ნუსხური შრიფტები. სხვათაშორის ამ მიმართულებით ძალიან ცუდად აქვს მდგომარეობა, ძალიან ცუდი ასომთავრული და ნუსხური შრიფტები გვაქვს. ასე რომ პრაქტიკულობას რაც შეეხება, აი ეს მიმართულება შეიძლება ითქვას კიდევ, ასევე შეიძლება ცნობილი მოღვაწეების, ვთქვათ, ავტოგრაფების აღდგენა და ფონტებად ქცევა. ასევე შეიძლება ამ ადამიანების გამოყენება სარეკლამო სფეროში, საგამომცემლო სფეროში. მოხმარება შეიძლება მრავალ. აი სხვათაშორის ასეთ პარალელს გავავლებ, რომ მე-19 საუკუნეში, როდესაც შემოვიდა და ნელა ფეხი მოიკიდა ფოტოგრაფიამ, იყო ასეთი წარმოდგენა, რომ მხატვრობა, ანუ ხელით ხატვა ვიღაც დაჭირდება და ეს საბოლოოდ ჩაანაცვლებს. მაგრამ ასე არ მოხდა ელექტრონული ციგნი. უბრალოდ სეგმენტი შეიძლება შეუცვალოს, მაგრამ საერთოდ ეს ხელოვნება არაპრაქტიკული ვერ გახდება. მე მგონი დროა სოფიკო კომპიუტერიდან გადმოვინაცვლო პასტა, კალამი. იცი რა აუცილებელია, იმიტომ რომ ზოგჯერ თავს ვაატყობ ხელით რო წერ, ასოები რაღაცად ისე ვეძებ კი არა მეშლება, იმიტომ რომ ვბეჭდავთ ხო ამოვარდა ფაქტიურად ეს წერა. ამდენად უფრო ღირებული და უფრო მნიშვნელოვანია. ჟურნალისტებში ცალკე კატეგორია უნდა გამოვყო და ჩავატარო ჟურნალისტები. მე მგონი აი მომავალი წლისთვის გაითვალისწინეთ და ექიმებს კიდევ უფრო ხშირად უწევთ ხან რაღაც წამალს გამოგიწერენ ხან დიაგნოზს, მაგრამ მე პირადად აღარ მიწევს ხელით წერა და მე მგონი ის დროა მივმართო კონკურსზე შემდეგ მონაწილეობა. კარგი, მადლობა. სამწუხაროდ სახელი არ ვიცი ამ არაჩვეულებრივი ახალგაზრდიანი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ. წარმატებებს გისურვებთ. აი ხა ჩვენ შეიძლება ოპერატორებს ვთხოვთ რომ განახოთ დათოს ნამუშევარი. შეიძლება და ჩვენ ყველა დავინახავთ რამაზი რაღაც შექმნა 2 წუთში. დრის შოუში. აი ნანიკო, შენ არა გაქვს შანსი რა და არც მე მონაწილეობა რომ მივიღოთ, იმიტომ ამას კონკურენციას ვერ გაუწევთ. და ეს 5 წუთში მოახერხა დათო, ასე რომ ალბათ წარმომიდგენია როგორი დონეა თქვენთან უკვე იქ კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრების წარმატებას გისურვებთ და იმედია რომ პირველი ჩვენ გავიგებთ როდის გახდება ფინალისტი აგერ არის უკვე მოსული და გრანდ პრის მფლობელის ვინაობას. ესე იგი წერაში არ გამოვდექი, მაგრამ რაც შეეხება თხილამურებს, სამთო თხილამურო სპორტს იქ ძალიან წარჩინებული ვარ. სულ ორჯერ ამ მედიატორ ნიუში ვიყავი როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური. და ამიტომ ეხლა რომ მე უნდა მოვყვე ყველაფერი. მოვიტანო, ამაზე ვილაპარაკებთ გადაცემის შემდეგ ნაწილში.